საღამოშვიდობისა ეთერშია გადაცემა სუბიექტური აზრი ნათია მიქიაშვილთან და შალვა რამიშვილთან ერთად და მე და შალვა ესუთია შევთანხმდით რომ გამყრელიძეს სწორად არ უნდა და კოლექტივში არა შალვა მოგესალმებით ჩვენ ვიბრალებთ იმას რომ დავშალეთ რიანი ვიბრალებთ იმას რომ დავშალეთ ექვსიანი და ვიბრალებთ ნაკლებად გვაბრალებ ხო თან არ არის პრობლემა ვიბრალებთ მოგწონთ მევასება კიდევაც რომ ესეთი მაგრები ვარ და თუ რამე არის დასაშლელი ან დროებით ნაგებობა ან სახლია დასანგრევი ან რაღაცა დაგვიძახებ რაცები არ მოდიოთ რომ იმათაც დავშლედით ხო აი სტორშევიან სხვათა შორის სტორშევიან სხვათა შორის მე მინდა უწინასწარმეტყველო ასევე მართლ პარტიას არის მონიტორ განვითარების შემდეგი სცენარი რომ თუ ივანიშვილმა სერიოზულად მოჰკიდა ხელი თავის პარტიის მშენებლობას და ძალიან დიდი ფინანსური რესურსი მართლაც მოახმარა ამ საქმეს, რაც არ არის გამორიცხული. და რაც ფიქრობ უფრო პროგნოზირებადი, ამიტომ მე არ მგონია ივანიშვილი არასერიოზული. ხო, შესაბამისად ამან მყევები გამოიწვევს არა მხოლოდ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში, არამედ ნაციონალების რიგებშიც, იმიტომ რომ შეიძლება იქ სხვადასხვა რეგიონებში განსაკუთრებით სხვადასხვა განწყობები იყოს და ხალხს რაღაცნაირად ეჭვი შეეპაროს წარმატებაში. რითი არის მიშა მაგარი? მის ანუ მაგარი გულისხმობ გადაინთ მნიშვნელობით, ხო? მის ქვეშემრდომებს, მის ქვეშ მყოფ ხალხს აქვთ წმენა იმისა, რომ ის რაღაცას მოიფიქრებს და ასე ფილოსოფოსო მიშა იმიტომ მაგარი რომ დანარჩენებმა არ იციან რა ხდება ზოგადად თლიანად საქართველოში. ხო, შესაბამისად. და როდესაც ასეთი ძლავრი ფინანსური რესურსების მქონე კაცი შედის ამ ველში, რა თქმა უნდა, იქ გარკვეული ეჭვები შეიძლება ზოგადად. იქნება ამაში ორი აზრი არ არის და ფაქტია თუნდაც კი გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ვინ იქნება ივანიშვილის პარტიაში, რომ შესაძლებელია ეს იყოს რობერტ სტურუა, როგორც ექსპრეს ნიუსი აუცილებს, შესაძლებელია იყოს კეთი დოლიძე, ოთარ მეგონე თუ ხსოს, დასავლეთ კეთი დოლიძის სუბიექტურ აზრს მოისმენთ თქვენ სავარაუდო, ესე როგორც თქვენ ხოლმე სავარაუდო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრობისა. თუმცა დღეს კეთი დოლიძემ ეს ყველაფერი აი ცოტა ხნის წინ ჩემთან საუბარში უარყო, მაგრამ ნახოთ რა იქნება, მაგრამ ჯერ დღის განმავლობაში მომხდარი სხვა ამბებიც მიმოვიხილოთ. ბიძინა ივანიშვილის პრეს-მდივნად ირაკლი ტრიპოლსკი დაინიშნა უკვე? ამის შესახებ ინტერპრეს ნიუს კომპანია ქართო ჯგუფის პრესამსახური და ნაცნობის ირაკლი ტრიპოლსკი ძველი მეგობარია. კი, ძველი მეგობარია და მე მახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის განმეორებით უნდოდა სატელევიზიო არხის გახსნა, მაშინ ტრიპოლსკი მოიაზრებოდა ამ სატელევიზიო არხის. კი, იყო, მაგრამ მე დახურვის შემდეგული ხო დაახლოებით 2 წლის წინ ხელახლა იგეგმებოდა. და ხელისუფლებამ ხო ხედავ რა სწორად გათვალა. კი, უარი უთხრა ლიცენზიის გაცემაზე პოლიტიკურ მაუწყებლობა. ხო, პოლიტიკურ მაუწყებლობასთან დაკავშირებით, ანუ შემეცნებით როგორც ქვია ამ ლიცენზიას. და ამის შემდეგ უკვე ტრიპოლსკი მერე ტოვებს სამაუწყებლო პირველი არხის სამეურვეო საბჭოსაც, იმიტომ რომ ამბობს რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ასე რომ ტრიპოლსკი იქნება მისი პრეს-მდივანი, რაც უკვე დადასტურდა კიდეც. გარდა ამის ოპოზიციური ექვსიანი რო აღარ არსებობს ამის შესახებ. მაესტროს მაყურებელმა ჯერ კიდევ გუშინ ეკაბერიძის ტელეეთერიდან შეიტყო, რაც ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში შალვა როგორც მე და შენ ჭხიბაობდით, დაბრალდა ეს ყველაფერი ალასანიას და ეროვნულ ფორუმს, რომელსაც არ სურდათ საარჩევნო მესმის, მაგრამ იქნებ სწორი ტაქტიკაც არის, იმიტომ რომ ფორუმის და ალასანიას მე მგონი ფიქრობენ შემდეგს. ეხლა ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი რესურსი იმისთვის რომ რაღაც რეიტინგი ავკრიფოთ, რატო უნდა მომიტევოთ და ვაცრიოთ ისეთი პარტიები, რომელსაც ესეთი რესურსი და რეიტინგის მოპოვების შანსი არ აქვს, მოვიცადოთ დაახლოებით 8-9-10 თვე და შემდეგ გავერთიანოთ იმ პარტიებთან, რომელსაც ნახეთ, რაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მართლა ძალთა მოსინჯვა იყო ქართულთა მარში და ნუ 5-3 ადამიანი მაინც შეიკრება. რასაც მაგალითად მე ვერაფრით ვერ ვიტყვი ალასანიას გუნდზე, იმიტომ რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში შემოდგომის პირასაც კი შენც და მეც გვახსოვს ის აქციები, რომელსაც მართავდნენ თავისუფალი დემოკრატები, ხო? ისინი ამბობენ, რომ ამ აქციებს არ ქონდათ ისეთი დარწმუნება, რომ მისული ხალხის ოდენობით ორი მხარე აქვს და ერთია რა ხდება, მეორეა რას ამბობენ. ფაქტის კონსტატირებას ვახდებ. ნებისმიერ შემთხვევაში ალასანიაზე ამბობენ, რომ რაღაც დაფინანსება იშოვა, ლაპარაკია ამერიკულ PR ჯგუფზე, რომელიც მუშაობს მასთან. ანუ ალასანიას აქვს იმედი, რომ დაახლოებით 1 წლის მანძილზე, ანუ იქამდე სანამ მოვა ბლოკებად გაერთიანების ვადა, მას ექნება ძალიან დიდი რეიტინგი და ის უკვე სხვა ნაკლებად რეიტინგული პოლიტიკური პარტიებიდან აარჩევს პარტნიორებს. მას არ უნდა რომ ეს რესურსი რაც მას აქვს მოხმარდეს რაღაც ბლოკს. და ძალიან საინტერესო ამბავი კიდე როგორც მე და შენ გუშინ თქვით, ანუ შეჭამს თუ არა ივანიშვილი ბავშვებს და ასე შემდეგ. ანუ როგორც მოსალოდნელი იყო კი ნაციონალურ არხებზე გუშინ ერთ-ერთ პირველ სიუჟეტებში რა თქმა უნდა მოხდა ქრონიკაში და კურიერში თემა ბიძინა ივანიშვილი ქმნის პარტიას. ნუ სიუჟეტი იწყება ჩამოთვლილი პიროვნებების ფოტოებით, თქვა ბადრი პატარკაციშვილის, ალექსანდრე ებრალიძის, მიხეილ ხუბუტიას და მინდია გულა შემდეგ პოლიტიკაში ძალების მოსინჯვას ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილი აპირებს. შემდეგ მინდის ქართო ჯგუფის პრეს-სპიკერის
სატელეფონო ჩართვა, ჟურნალისტი ეკითხება. გაჩნდა კითხვა, ხომ არ არის ივანიშვილი რუსული პროექტი. და მე რა მანანა ნაჭყებია უკვე პასუხობს ამ შეკითხვაზე, რომ მე ძალიან მინდა და იმედიც მაქვს, რომ ეს არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და არ არის დამოუკიდებული რაღაც მეზობელ ქვეყანაში შექმნილ კონიუნქტურაზე, მეზობელ ქვეყანაში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. არსებობს ეს ბიზნესები რუსეთში, არსებობს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ბუნებრივია აჩენს მოლოდინს, რომ რაღაც ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს რუსეთის საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ რამდენად არის რუსული პროექტი ბიძინა ივანიშვილი, ამაზე ჯერ ძალიან ძნელია საუბარი. მე ჩვენ გუშინდელი სტუმარი გიო ბაჩუკი ქარდავა. ეროვნული დემოკრატები ივანიშვილის პირველ ნაბიჯებს დაელოდებიან, თუმცა მისი კაპიტალის წარმომავლობის გათვალისწინებით ბიზნესმენის პოლიტიკურ გეგმებს ეჭვის თვალით უყურებენ. ბაჩუკი ქარდავა თუ ეჭვის თვალით უყურებ, დარხევია ბიზნესმენი. კახაძაგანია ივანიშვილი როგორც პოლიტიკოსი წარმოუდგენელია ჩემთვის და ამიტომ მის პერსონაჟზე კომენტარის გაკეთება ზედმეტი ძალიან იშვიათად რო ზოგადად ლეიბორისტები ჩაწერენ ხოლმე ხო ნაციონალურ ხო მაგრამ ცნობილი დაპირისპირება ეს გარანტია ჟურნალისტი ერთადერთი ძალა რომელიც ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს ეჭქვეშ არ აღანებს ეს ქართული პარტია ჩვენ გუშინაც აღვნიშნეთ რომ სოზარი პირიქით მიესალმა ანუ სოზარ სუბარი ქართული პარტიიდან მიესალმა ივანიშვილის მიერ პარტიის შექმნას რუსულ პარტიად წოდებული ოქრუაშვილის პოლიტიკური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ტელეკამერებთან არა თუმცა სააგენტოებთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს რომ ქართველი ბიზნესმენის პოლიტიკაში მისვლას მიესალმება სუბარის თქმით და ნუ შემდეგ ის განცხადება რაც ვიხილეთ თუ ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი რომელიც ბიზნესმენ არის მოსული ითვლება ბიზნესმენად რატო არ შეიძლება ჩავთვალოთ საინტერესოა ისევ ტექსტი Forbes-ის მსოფლიოს პოლიტიკოსად ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი ვიცით რომ იყო ბიზნესმენი ხო და გახდა პოლიტიკოსი ფრაქციის მე მგონი ვიცე-სპიკერია ხო სერიოზული ქალბატონია ხო ნაციონალების ხარდამჭერი პარტიის წევრიც არის არ ვიცი მოსაკითხია მაგათი ფიქრის ამბები ნებისმიერ შემთხვევაში ღმერთმა გაუმარჯოს კაცო გადაწყვიტა ქალმა თვითონ გადაწყვიტა რომ ეხლა მისი ნიჭი მოხმარებოდა პოლიტიკას და წავიდა პოლიტიკაში ხო რა თავარი რატო არ შეიძლება რომ აი გეტყვი რატო არ შეიძლება იმიტომ რომ ყურე Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში ქართველი ბიზნესმენი რუსული კაპიტალით მოხდა აი ძაღლისთავი აქ არის დამორხული ხვდები რომ კახაბენდუგიძესაც აქვს რუსული მისი ფინანსური იმპერია მთლიანად რუსეთში შეიქმნა. მის გლობალობაშია Impex ბანკის აქციათა 77% კომპანია Interfield Trade, მართლობითი კომპანია Unicores 100%, Unicores მართლობის ქვეშ მყოფი თითქმის ყველა საწარმოს 100%. და კიდე ასე შემდეგ. კახაბენდუგიძეს რომელსაც გაცილებით ნაკლებული აქვს, მაგრამ მაინც რამოდენიმე კობანაყოფია ესენი ხო რუსეთში ბეჟუაშვილებმა ხო ჩემზე უკეთიცი ხო რუსეთში იშოვეს ფული და ნუ ორმაგი სტანდარტები მალე გაიგებს ანატომიიდან ორმაგი სტანდარტები ჩვევია ჩვენს ხელისუფლებას ასე რომ სტუმარი არის ხელოვანი რეჟისორი ქალბატონი ქეთი დოლიძე რომელიც ისაუბრებს ალბათ არა მხოლოდ მის სავარაუდო წევრობაზე ივანიშვილის პარტიის წევრობაზე არამედ კიდევ სხვა საინტერესო რაღაცებსაც არ გადართოთ დარჩით მაესტროზე და სუბიექტური აზრი ქეთი დოლიძესთან ერთად გიბრუნდებათ ქალბატონის საღამოშუდების მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის და არ შემიძლია საუბარი არ დავიწყო მით. აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის პარტიაში შესვლას და მიიღეთ თუ არა წინადადება. იცით რა და მეც უკვე მეორე დღეა. იმიტომ რომ გუშინ ყვაფეთქდა ტელეფონი ჩემთანაც და ოთარისთან და გურანდასთან. რობიკო აქ არ არის, ამიტომ იქნებ შეიძლება არა, საქმე იმაშია რომ არავის ჩემთან არ დაურეკავს. მე ბატონ ბიძინას უზარმაზარ პატივს ვცემ, ძალიან დიდ პატივს ვცემ. ყველაფერი იმისთვის, რასაც ის აკეთებს, რამდენი წელია უკვე. არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, ის არასოდეს არ მინახავს, არასოდეს პირადად არ შევხვედრი ვარ, თუმცა, როდესაც საქმე ეხებოდა ჩვენი თეატრის აი რაღაც კეთილმოწყობას ერთხელ უკვე გაგვიკეთეს და მე რაღაცა მოხდა იქ ჩვენი თეატრი ძალიან ცუდი ნიადაგზე დგას და ამიტომ ბატონ ბიძინას მე როცა ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი მივწერე წერილ თეატრის სახელით რომ გვიშველეთ კიდე ერთხელ თქო და აი წელს უკვე ახალი თეატრი გაგვიკეთა მე არ მინახავს არასდროს ბატონ ბიძინა რის მიხედვით შეირჩა ეს 4 სახელი გაგვარი მე საერთოდ მგონია რომ ეს რობიკოს ტურუა თქვენ არა ჩვენ ვართ ასე ვთქვათ მოვიაზრებით კი არა ვართ კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ არ ვჩერდებით ლაპარაკო შეკითხვა მაქვს ასეთი მაშინ პირდაპირ აი ხალხი გვიყურებს YouTube-ზეც დაიდება ეს ლინკი. შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ, აი ხა განაცხადოთ, რომ თქვენ არასოდეს არ გახდებით პოლიტიკური პარტიის წევრი, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის. ეხლა გეტყვი ერთ რამეს. მარტივად მოკლედ. არა, მოკლედ, არასდროს არ ყოფილვარ არავითარი პარტიის წევრი. მომავალში არ ვიცი, მომისმინე არ ვიცი. რა ხდება, საერთოდ რატო დაგვაბრალეს ეს არ ვიცი. მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილს
დაჭირდება ჩემნაირი ადამიანების ხარდაჭერა არა აქ ეხლა მოდი მე მონოლოგისთვის არა ვარ მოსული რა თქმა უნდა დიალოგია და ტრილოგია ასე ვთქვათ მაგრამ ერთ რამეს გეტყვი საერთოდ მე მგონია რომ აი ჩვენი დასახელება ეს უკვე ვიღაცისგან შემოგდებული პროვოკაციაა მე მგონია იმიტომ რომ არ მოვიდოდოთ თავში არა ჯერ ეს ერთი მომისმინე ერთი წუთით მე საერთოდ უხერხულად მიმაჩნია დღეს ამაზე ლაპარაკი და გეტყვი რატო იმიტომ რომ ადამიანმა განაცხადა რომ ის ქმნის პარტიას უბრალოდ მისმა პრეზიდენტმა ხო ესე იგი თავად თქვენს რომ პროგრამა იქნება თუ განცხადება ამოცანები ყველაფერი გაცხადდება შვიდში პირადად ბატონი ბიძინა ეთერში არ ყოფილა არც მისი წარმომადგენელი არავინ მხოლოდ ტელეფონით გავიგონეთ რა ეხლა რა უფლება მაქვს მე საერთოდ აი როგორ შეიძლება მე რამე კომენტარი გავაკეთო იმაზე რა ჯერ არ ვიცი მაგრამ ეხლა ერთ რამეს გეტყვი რამდენი პარტია მე არ ვიცი თქვენ იცით რამდენი პარტიაა საქართველოს 200-ზე მეტი პარტია მართლა ხო აი შენ იცი იმიტომ რომ შენ ყველაფერი იცი შალვა გამითხარი რამდენი კაცი ცხოვრობს დღეს რამდენი ადამიანი 3 მილიონი კაცი არ ცხოვრობს 3 მილიონი ხუმრობ თუ რა 2.5 აქედან გამორიცხე ბავშვები მილიონ ნახევარი ეხლა გადაანაწილე 200-ზე ეხლა მაინტერესებს ვინ მოიაზრება ბატონ ბიძინას ახალ პარტიაში ხო აი ვინ უნდა შეახსოს გეტყვით მე ეხლა გეტყვით ეხლა რა ყაიდის პარტია იქნება ჩემი აზრით პროგნოზი უნდა გავაკეთო ეს იქნება ისეთი ხალხისგან დაკომპლექტებული პარტია ჯერსერთი ასაკობრივი ზღვარი იქნება საკმაოდ მაღალი ამ ადამიანებს პარტიის წევრებს ექნებათ გაკეთებული სხვადასხვა საქმე მიღწევები ექნებათ ხვატმოსილი დამსახურებული ხალხი იქნება მათ შორის კულტურის სფეროდან ეს არის ბიძინა ივანიშვილის ტრადიციულად მხარდამჭერი მისი დასაყრდენი ელექტორატი ეხლა რაღაცას გეტყვი მაგრამ ერთი პრობლემა აქვს რომ ეს არ იქნება არც მოქმედი პოლიტიკოსებისგან შემდგარი პარტია არც ისეთი ადამიანებისგან რომელსაც პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება აქვს რომელ მოქმედ პოლიტიკოს პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილების მქონე ადამიანები იქნებიან ყოველ შემთხვევაში ექსპერტები მაინც რომელ მოქმედ პოლიტიკოს ენდობა დღეს სახელმწიფო დღეს ნაკლებად ეს ეხლა რაც ხდება აი ყოველ დღე არ მინდა ეხლა დავასახელო ჩვენ არ ვიცით არც ერთი შემთხვევა მე ეხლა უბრალოდ თქვენთან ერთად ვჯელობ როდესაც ჩვენ რომელიმე პარტია დაწყებული ნაციონალებიდან დამთავრებული მე-200 პარტიით გვეუბნება საიდან აქვთ ფული როგორ მოძრაობენ ოფისებს ხო არა რა თქმა უნდა არა ყველა ნორმალურ ხო ყველა ნორმალურ ქვეყანაში ყოველ ორ კვირაში ერთხელ ობამას რაღაცნაირად ესე ვადევნებდი თვალყურს შიგადაში და სხვა აქვთ ჩამონათვალი ვინ რამდენი შეწირა ვინ რამდენი ეს ყველაფერი არის გამჭვირვალე ჩვენ რო თავს ვიკლავთ და თავისუფლების ინსტიტუტიდან დაწყებული და ნოდიები დამთავრებული ხო ყველა იქეთკენ ვართ მიბრუნებული და იმათნაირად ცხოვრობ რატო არ ვიცით ამათ საიდან აქვთ ეს რითი დადიან რითი მოდიან რითი არა მე არ გაცხადებული არ არის გასაგებია გეტყვით დამთავრდა გაცემა გზელისია და გეტყვით გასაგებია მაგრამ მე ნათიამ ყველაზე კარგად მე არც ინტერესებულ ვარ არასდროს, მაგრამ ვამბობ, რომ ეს იმდენად უღრანი ტყეა და არავის არ უნდა ამ უღრანი ტყიდან გამოსვლა. არც ერთ პარტიას. ეს არის ადამიანი, რომელიც თუ მოვა, ეხლა ანუ მხარდამჭერთა შორის ყოველ შემთხვევაში იქნება თუ პარტიის წევრებს შორის რამეში, ბატონ ბიძინას, რაც არ მგონი, არ ვიცი, დავჭირდება ჩემნაირი ადამიანი, მე რა უფლება მაქვს? არ ვიცი, თუნდაც ეხლა გეტყვი, მომისმინე ღმერთმა დამიფაროს რომ ოდესმე ვინმე ნუ ძალიან დიდ რეჟისორს შევადარო ჩემი თავი მით უმეტეს ანჯეი ვაიდას სულ ვეკითხებოდი ვაიდას რომ აი თქვენ იყავით პირველ სეიმში 4 წელი რატომ იყავით სეიმში ვალენსასთან ერთად რომელიც თქვენ მოიყვანეთ ვალენსა ჩვენ ყველამ ვიცით იყო ზეინკალი რომელიც რომის პარტიას შემდეგ ასე და სოლიდარნოსტის ლიდერი და მე წამოვიდა მე მქონდა არაჩვეულებრივად დიდი ინტერვიუ ვაიდასთან ჩაწერილი სამწუხაროდ მე პირველ არხზე რომელიღაც ოთახში ის დაიკარგა მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს რომ თქვა მე მოვედი მე შევედი იმიტომ მაზოვეცკი ახლა შედარებით პოლიტიკოსი იყო ხო ჩემნაირი ადამიანი რადგან მე მეგონა რომ იმ ეტაპზე
ჩემი გამოცდილება, ჩემი ავტორიტეტი, ჩემი მართალი სიტყვა, ჩემი რაღაც შემოქმედება ჭირდებოდა ჩემი ქვეყნის თქვენც იგივე საცხადებთ. არა მე ვერაფრით ვერ შევადარებ ჩემს. მაგრამ ესე გამოვიდა რომ ვადარებთ ხა რეალურად. მე ვადარებ იმას რომ მე არასოდეს არ წავსულ ვარ კომპრომისზე, არ წავსულ ვარ. ვერ მივდივარ ამ კომპერენციაზე. ეხლა თქვენთან რომ მოვდიოდი 100,000 კაცი მეუბნებოდა. არ წახვიდე, არ გამოჩდე, ვარეს გიზამენ. ყველა მეუბნებოდა რა. შენ რაღა მეტი რაღა უნდა მიქნან. მეუთხარი კაცო რაღა უნდა მიქნან. ბაკულას ღორებში ხოდიაშუდა მიგვიქნეს ბატონო და ესა. ეხლა იცი რა, მეცინება რაზე. მთელი დღე მიდის რომ რუსული ფული, პუტინის პროექტი, ამის პროექტი. ვერ გავიგე, რომელ რიცხვში გადასცეს ომის შემდეგ ენგურგეცი რუსებს. თქვით რა? ხო, არა, ეგ 12-ში. ეგ ზიგზაგები. არა, ეგ ზიგზაგები არ ვიცი და ამიტომ რა რომელ რუსეთს ვებრძვით მე არ ვიცი. ეხობა ის ბიზნესმენები, მოიცა, რომლებიც აქ მოღვაწეობენ და რომლებიც ინვესტიცია 90% ესენი ეთყობა იმ რუსეთის. ხალხი მეტახობით არა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ის ინვესტიცია, რაც ჩადო ზოგადად ქართული კულტურის განვითარებაში, იგივე საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკეთესად ყოფნაში. იყო თუ არა აპრიორი გათვალისწინებული იმისთვის, რომ ამ ადამიანს შეიძლება და მათი მხარდაჭერა არის თუ არა პოლიტიკური პროექტი ბიზნესი. არა, აბსოლუტურად არ მჯერა. ანუ იყო ეს ქველმოქმედება. შეიძლება ფრთები სადღაცა მომდის, არ ვიცი, მაგრამ მე ამის არ მჯერა. იმიტომ რომ არ შეიძლება 20 წლის მანძილზე და ბიძინა ივანიშვილს 15 წელი არ არის დაუწყია. უფრო ადრეც დაიწყო. 20 წლის მანძილზე გეხმარება? არა, მე არ მეხმარება 20 წლის მანძილზე, მაგრამ საერთოდ ქველმოქმედება დაიწყო უკვე 20 წელია და მანამდეც ძალიან ეს არის მე მგონი, მე ასე ვიცი და ასე მჯერა, ის ქველმოქმედი, რომელიც 15 წელი ელექტორატს არ აგროვებს იმისთვის, რომ 15 წლის მერე მიბრძანს და უთხრას, აბა ეხლა თქვენ მე დამიდებით ხარში. თქვენ როგორც იცით, მე ვიცი რომ ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის, კულტურის მოღვაწეების თითქმის 80% სხვა წმოსილი ხალხი. არა მარტო, ის ეხმარებოდა ჯარს, ის ეხმარებოდა მეცნიერებს, ის ეხმარებოდა ძალიან ინფორმაციის ხაშერს რომ ნაციონალურ მოძრაობასაც კი. კი, ალბათ. არა, მე არ ვიცი, პარტიებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ მე ვიცი, რამდენი ადამიანი გადაარჩინა უბრალოდ მშიერს. მოდი ასე ვთქვა. ეს როგორ თქვენ გონიათ ეს არ მოქმედებს? თქვენ გეხმარებოდათ პირადად. არა მე კი იმიტომ რომ თეატრებს როდესაც განწყობა პირადად თქვენ და თქვენ თეატრის რომ ეხმარებოდა თქვენი განწყობა სწორად განწყობა არის ამის მე ბიძინა ივანიშვილის მიმართ უაღრესად კეთილგანწყობილი ვიყავი მაშინაც როდესაც მე არ მეხმარებოდა და ძალიან დიდი სამადლობელო წორით მაშინ შემდეგი შეკითხვა არა კი ბატონო შეიძლება მე როგორი მერკანტილური ვარ ძალიან კარგად იცი არა ჩანს კიდეც სხვა რაღაც მინდა გქონდეთ არ მე არ შემიძლია შეკითხვა. მერკანტილურად მოიკითხე აგერაგერა ეგ. მოიკითხე უკვე. სასახლეში ეგეთ რო გადავლე იმაში. მერკანტილურად ჩვენ ჩაგიგდეთ ხელში. არა მერკანტილურად ვცდილობ გამოგიყვანოთ მერკანტილურად, თორე ისინი არ მოდიან. ვერ გამომიყვანეთ. არ გამომდის, კარგი. შემდეგი შეკითხვა. მესმის რასაც თქვენ ბრძანებთ, მაგრამ ეხლა უყურეთ. კი ბატონო, ეს კაცი ფულს იძლევა, ეხმარება ქართულ კულტურას, თეატრები ააშენა, მაგრამ თქვენ ხო შეგნებული ქალბატონი მზადებით. ძალიან კარგად გესმით რომ ხარი, ამიტომ კი არ უნდა დაუჭირო მას როგორც პოლიტიკოსს. თქვენ რო იძახით ხარს დაუჭერთო. იქნებ ისეთი პროგრამა აქვს, რომელიც თქვენ სოფხედელობას, არ ვიცი, იქნებ მემარცხენე ხართ, მემარჯვენე, რუსეთთან სიახლოვის არ მოსული. ამიტომ გეუბნები. არა, თქვენ უკვე იძახით რომ არა, ამიტომ გეუბნე, არა, მომისმინე. იქნებ არ ვარ რაღაცას ისეთი იძახით, რაც თქვენი აზრით ხო არ გამორიცხავთ. მე ამავე დროს გითხარი რომ დღეს რო ვაკეთებ ამ კომენტარს, მიმაჩნია უხერხულად, იმიტომ რომ პროგრამას სანამ არ გავეცნობ, არ მეცოდინება. თქვენ პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, რა უნდა იყოს პრიორიტეტული მაშინ? ბიზნესზე არ არის, ბატონ ბიზნესზე არ არის საუბარი. ზოგადად ვილაპარაკოთ. პრიორიტეტული ალბათ უნდა იყოს აი მართლა ადამიანის გამოყვანა ამ უბედური მდგომარეობიდან, რომელშიც არის საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას ვიძახი. რატო არ შეიძლება მაგალითად ისეთი გახდეს მართლა არა ვირტუალურად, როგორც გვაჩვენებენ სხვადასხვა ტელევიზიები და ასე შემდეგ საქართველოს არამედ ისეთი, როგორც არის თქვა ჭორვილა, როგორც არის ხო რატო არ შეიძლება? ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ არა. შეიძლება ის თქვენ შეგიძლიათ ხალბატონო ეხა თქვათ რომ არ ახართ პროფესიონალი და პოლიტიკოსი და არ გამცეთ ამ შეკითხვაზე პასუხი, მაგრამ ეს სოფხედველური დილემაა უფრო ვიდრე, ამიტომ გეკითხებით. რო იყოს ესეთი არჩევანი.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ივანიშვილზე არ არის. ნატო დასავლური ინტეგრაცია თუ რუსეთთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია იმ მუღამით, რომ აქ უცხო ქვეყნის ჯარი არ ჩადგება და რეალურად ეს არის გეოსტრატეგიული პრობლემა. ხო, გონია რომ ასეთი დილემა ოდესმე ესე ზუსტად დაგიდგება სასწაულზე. სხვათა შორის არა, მე უბრალოდ შეიძლება. იცი რა, იმდენად გულუბრყვილო შეკითხვა, რომ ამაზე პასუხიც არ მინდა, იმიტომ რომ ვიცი, აბსოლუტურად მიუხედავად ყველაფერისა, რომ ვარ რეალური ადამიანი. ესენი ნატოზე ლაპარაკობენ, მაგრამ ეკონომიკას აბარებენ რუსებს. ამიტომ შენი ჭირიმე ახლა არ დამიწყო და ზუსტად ვიცი, როდესაც ორი თვე მუშაობდი და ვდგამდი და სხვა შორის თეატრიდან გარეთ არ ვიხედებოდი სტას ნამინთან, სხვა შორის ანასტას მიგოიანია, ვისი ნამდვილი სახელი და გვარი, ჩემ უახლოეს მეგობარ სტასიკასთან რომ ვდგამდი სპექტაკლს. მოსკოვში. ვიცოდი ერთი რამე ძალიან ზუსტად. აი როგორი განწყობაა ჩვენს მიმართ და თან გარშემო რუსეთში თან ძალიან ზუსტად ვიცი ვინ როდის რანაირად ჩადის ვის აგზავნის ვის ეუბნება რომ იქ შედი ამას ელაპარაკე სააკაშვილი ხო სააკაშვილი ალბათ აბა ვინ აბა ეხლა ვისაც კუკავა წავიდა აგერ და საქმე გააკეთა საქმე არა კუკავა უნდა ჩავცხოთ ეხლა რამე და იმას კუკავას კიდე როგორც გააკეთა კაცმა საქმე ესე იგი არა აქ როგორ არ ხო იცით ესეთია რომ ამადგან უნდა იყოს ყველაფერი ესენი უნდა ამბობდნენ ამათი უნდა იყოს პირველი. როგორ ვფიქრობთ, არის ივანიშვილის კაცი, რომელიც თქვა ისე მოაგვარებს რუსეთთან ურთიერთობას, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთის უკმაყოფილებას არ დაიმსახურებს. ზოგადად დასავლეთს რა პოზიცია ექნება ივანიშვილთან დაკავშირებით? ივანიშვილს ბატონ ბიძინას არავისი არაფერი არ ჭირდება. ის არის მატერიალურად სრულიად უზრუნველყოფილიყო ქალბატონი და სულ მახსენდება ბადრის ერთი კომენტარი მე არ ვარ ფულისტომარა გახსოვს ალბათ. არ ნაწყენებულმა თქვა. ძალიან ნაწყენებულ ჩევასაც მიცემო. არა, ასეთი არა, მაინც ბიძინა ივანიშვილი. აი რა სხვაობისა და მე მგონია რომ ასეთი არაო და განსხვავება იცით ესე იგი და რა არა, განსხვავება შეიძლება ხვდებოდე უბრალოდ. იმიტომ რომ რა ვიცი, ბიძინა ივანიშვილი ბატონ ბადრიც იყო ძალიან მოკლედი ადამიანი და მეცედატი იყო. შეიძლება აი ზუსტად იმ დროს არ გააკეთა ის რაც უნდა გააკეთებინა. ეს ძალიან, ესე იგი იმას არ ყავდა ალბათ ისეთი მრჩეველი, მე მგონია რომ უბრალოდ იმ დროს, როდესაც ბატონმა ბადრიმ დაიწყო პოლიტიკური მოღვაწეობა, ის არასწორ ადგილას, არასწორ დროს მოხვდა და გაწირეს კიდეც. თუმცა პლუსი მასის ჰქონდა რომ იყო ტელევიზია იმედი, გუგუნებდა ეს ტელევიზია, იყო ბადრის და ნუ ბიძინას ესეთი ტელევიზია არ აქვს. არ ვიცი, აი ხო გეუბნებით, ისევ გეუბნებით. მე ხმალინდელი დღე, აი მაჩვენებს ძალიან ბევრ ამას. მაგალითად გუშინ ახლა ძალიან ბევრი ვიცინე, აი მართლა იცით რა ამათ რა ჭირთ, იუმორი არა აქვთ. ნაციონალების ყველაზე დიდი იუმორი საერთოდ არა აქვთ. მოლაშხია ისე იყო, მალაშხია, ბოდიში მალაშხია. ისე იყო დაბნეული ბოლოს თქვა, რა დროს ივანიშვილის პარტია როსაშვიჩი სარკოზი ჩამოდისო. შეიძლება ახლა სერიოზული პოლიტიკოსი ამას იმასთან რა კავშირია. ესე იგი მე ხვალ უნდა გავიღვიძო. თვითონ დააკავშირა შვიჩი გამოაცხადა არა გადაფარე ხა სარკოზი ეხლა ვერ გავიგე სარკოზის მე ხვალ უნდა დილას ავდგე არ მიდიხარ სარკოზობაზე არა მე არ მივდივარ რა თქმა უნდა არ მივდივარ რა თქმა უნდა არ მივდივარ იმიტომ რომ მე არ მინდა დაგდით 2 საათი ადრე მიბრძანდით გაგშეკავენ კარგად მეც მივიდა რატო უნდა წავიდე გადასარევს გავიღვიძებ ჩემ შვილიშვილს ჩავა ვერ მიხვალ ეთერი გვაქვს დილის რიტუალს ჩავატარებთ რაცაც ვაკეთებთ ყოველთვის მე და ჩემი შვილიშვილი გადასარევად მე წავალ ჩემთან თეატრში და მოვემზადები რომ დავხვდე ხვალ გენიალურ არაჩვეულებრივ ბერძენ რეჟისორ მიხაილ მარმარინოს რომელიც ჩამოდის ხვალ რომ ჩვენ თეატრში განახორციელოს რომეო და არის მნიშვნელოვანი სარკოზის ჩამოსვლა გამოკეთე ჩემთვის მიხაილ მარმარინოსის ჩამოსვლა ხვალ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არ გიხარია სარკოზის ჩამოსვლა რატო რა ჩამოვა წავა რატო ეხა მარტო ჩვენთან ჩამოვიდა სარკოზი არის ჭკვიანი პოლიტიკოსი ის ემზადება მომავალი არჩევნებისთვის იმენა მოიაროს ეხა მთელი მსოფლიო უნდა იყოს ყველგან იმისთვის რომ თქვან მე სარკოზი არ ნახეთ ტელევიზორში არა საოცრებობრივი მე დილის 8 საათი არა არ შემიძლია ეხა ეს ტრამებზე არა მე ხო გეუბნე ამ შემთხვევაში მე არ მყოფნის იუმორდება იძაბებით ხო ეს რაღაცა არ ვიძაბები უბრალოდ ვისაც უნდა წავიდეს და შეხვდეს სარკოზის რა ვქნა ეხა შეხვდეს
და იმღეროს, იცეკოს, რა ვიცი, ეხლა ხე ჩააცვეს მთლიანად ამას დროშები გაჭიმეს, კი ბატონო, მაგრამ მე ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას. აი იმაში როგორ ხვდებოდი ჩვენ ბრეჟნევი რომ ჩამოვიდა თქვენ ასაკეთებთ მაშინ არაფერი სახში ვიჯექი ხო სხვა შორის მამაჩემიც ხო სახში ვიყავ ჩვენ არავის დაუპატიჟი ვართ მამა თქვენიც კი არა და არც არავითარი სურვილი არ მქონია ამიტომ გული რომ ხალ გადაცემის როგორც ჩვენ არა მე უბრალოდ სარკოზობაზე რომელ საათზეა 7-ზე მე მგონი არა 6-ის ნახევარზე ადრია მე მაგრამ მაინც ვერ მოვასწრებთ არა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე ვიცი ერთი რამე, რომ სარკოზი სერიოზულად უნდა თავისი საგარეო პოლიტიკა, ძალიან ფართე საგარეო პოლიტიკა წაახმაროს თავის ბევრ პრობლემას, რომელიც აქვს. ივანიშვილს დაუბრუნდა და მე რა მაინტერესებს ეს კაბინეტი. თქვენი აზრიც მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. მერტმა გაუმარჯოს, კარგად კარგად. თბილისი ძალიან პატარა ქალაქია და როგორც წესი ძალიან მალე ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია, რომელიც მეტნაკლებად შეიძლება რაღაცა რეალური იყოს და ყოველ შემთხვევაში საფუძველი ქონდეს. მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ დაახლოებით 2-3 წლის წინ, როდესაც არჩევნები იყო საქართველოში, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავად მოინახულა ივანიშვილი იმ რეზიდენციაში, რომელიც მას აქვს ოქროყანის გზაზე. ანუ რეალურად ფაქტი ერთია, რომ ივანიშვილი რაღაცა პერიოდის განმავლობაში არაკეთებდა ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს და გვახსენდება ბოლო პერიოდი, როდესაც უკვე აშკარად ქართულ ჯგუფის მიერ გაკეთებულ განცხადებაში იგრძნობოდა გაღიზიანება და კრიტიკა. მე შეგახსენებ, რომ მიხეილ სააკაშვილს თავად გაუხსნია ბიზინა ივანიშვილის აშენებული უამრავი ობიექტი. და ივანიშვილის ხმა არ ამოუღია. ძალიან საინტერესოა, რომ ნაციონალური არხები არხებენ ამაზე ხმას, მაგრამ ბატონმა პრეზიდენტმა ჩამოასახელა, დაასახელა რამოდენიმე ობიექტი, ეს გავხსენით რომელიც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი თუნდაც იმიტომ არის ძალიან საოცარი ადამიანი, მე რომ მკითხოთ, რომ ის ყოველთვის კატეგორიულად მოითხოვდა, მაგალითად ძალიან ხშირად არ დასახელებულიყო მისი სახელი. ეს რაღაცას ნიშნავს. გასაგებია, როგორ ვიკეთებ, რატო დღეს, რატო მაინც 2011 წელს, 2012 წლის არჩევნებამდე რით გააღიზიანა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილი? არ ვიცი, თქვენ როგორ გონიათ, თქვენ მითხარით, თქვენ უფრო ისახა. ერთადერთი მიზეზი ეს არის და არ არის სააკაშვილის მხარდამჭერი. მე უბრალოდ მგონია, რომ იმას არავისი არაფერი არ ჭირდება. იმის უკან დგას ფული, რომელიც ადამიანმა თვითონ შექმნა, თვითონ გააკეთა. არა, მომისმინეთ, აი ესენი რომ ფულს ხმარობენ, ის ფული რომელთაც ეს ჩემი შპარდალკა, აღარ მჭირდება. ყველაფერი ვთქვი უკვე. ყველაფერი არა ეთიკურია. რა გინდა რა სიყურებ ჩემ? შპარდალკაა. შპარდალკა. უბრალოდ აი მაინტერესებს. კიდევ იმას ვიმეორებ, რითიც დავიწყე. ამათ უკან რა ფული დგას, მე არ ვიცი. რატომ შეიძლება ამათ უკან არ იდგეს რუსული ფული? ამათ უკან დგას ფული, რომელსაც ძირითადად იღებენ მოსახლეობისგან. თქვენ უბრალოდ რო წარმოიდგინოთ დაახლოებით ის თანხა რა შედის. სადღარი არის. კი, არის. რამოცულობის თანხა შედის თუნდაც საპროცესო გარიგებებიდან, თუნდაც ბიზნესიდან, რომელიც ტენდერებიდან, რომელიც ეს არის სისტემა ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადატანის სისტემა და მოცულობა თითოეული აი საშუალო დონის ბიზნესმენის რამდენი არის? ну მაგალითად ერთ-ერთი ბიზნესმენი რომელიც ჯერ კიდევ არა რომელიც მზადდება შარანგიების იყო დაახლოებით 40 კომპანია 50 კომპანია იყო გეგენავა ბრუნვა შეუძლებელია რომ დაითვალო იმიტომ რომ იქ არის თეთრი და შავი ბუღალტერია რაც არის გატარებული იქ არის ტენდერები უნდა გადაითვალა იგივე გეგენავას შემთხვევაში მაგალითად ერთი ხელშეკრულებიდან ბრუნვა იყო 100 მილიონი ლარი წელიწადზე ეს არის ერთი მოგებული ტენდერი ხომ ერთი მოგებული ტენდერი რამდენი ტენდერი უამრავია და არაფერი მაგისი არ მესმის აქ არის რამდენიმე აქ არის სხვადასხვა სახელი და ერთი ფირმით რეგისტრირებული კომპანია რომელიც საიდან უნდა გქონდეთ ფული თუ არა მართლა საქართველოს ეკონომიკიდან და მე უბრალოდ იცი ისი ეხა კიდევ ერთხელ გეუბნები თუ მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა სერიოზულად ამაში ყველაფერს საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ჩართვა რა თქმა უნდა მარტო პოლიტიკურში არ შეიძლება ის ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ისა მე კიდე ერთხელ ვიმეორებ რატო არ შეიძლება ადამიანმა თუ ერთ თავის რეგიონში ეს მოახერხა რატო არ შეიძლება ამ მეურნე ადამიანმა ეს მოახერხოს გეტყვით მე ძალიან არ მინდოდა ეს შედარება გამეკეთებინა იმიტომ რომ ორი დღეა ამას ვისმენ და მიცვალებულზე ანგარქს ამბობენ ან არაფერს ხელო იყო სამჯერდობა გაგუნებდი ბატონ ბიძინას ჯვარი წერია მაგრამ ნუ ბადრის სახელი პატარკაციშვილის ტრიალებს ამ ორი დღის განმავლობაში ბატონ ბადრისაც ძალიან დიდი ქონება ჰქონდა ძალიან დიდი მატერიალური შესაძლებლობები ჰქონდა მაგრამ მან სააკაშვილს ბრძოლაში ვერ მოუგო. გუნდი არ ყავდა სათანადო და იმიტომ.
არ ვიცი, მე ხო არ ვიცი. ბატონი ბიძინას გუნდი რომ შალვა აპრიორი მე აუცილებლად მოგედავები ამ თემაზე არ ნიშნავს კარგი. არც გუნდი არ ყავდა, ნუ მომედავები, გუნდი არ ყავდა, ვინ ყავდა გუნდში? ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ კარგმა პოლიტიკოსმა ზუსტად იცის გუნდის შერჩევა. ხო და იცით რა, ბევრი რამ გაირკვევა, როდესაც ბატონი ბიძინა სერიოზულად უკვე თვითონ დაასახელებს მისი გუნდის წევრებს. ჩემთვის პირადად ძალიან ბევრი რამ გაირკვევა. ეხლა მე ჩემთვის ხო არა უღია ხურმილი და ბატონ ბიძინას ოფისიდან ხო არ დაურეკი არ დავკონკრეტებთ, მაგრამ სახელმწიფო წრეებში რომელშიც თქვენ ხართ, რა განწყობები არის ხომ არ იცით? ალბათ არა, მხოლოდ დადებითი, იმიტომ რომ შეიძლება ამ ფაქტისადმი მხოლოდ დადებითი. დადებითი, მაგრამ გეუბნებით ისევ სანამ აი ყველა ერთი და იგივე ამბობს რომ სანამ ის ადამიანი არ იტყვის ვინ ყავს გვერდზე რა პროგრამა აქვს და აი როგორ მოიაზრებს ამას ყველაფერს ძალიან ძნელი ამაზე კომენტარის გაკეთება მე ვთვლი რომ ეს არის უხერხული უბრალოდ რა შემიძლია თქვა ადამიანზე რომელსაც არ დავლაპარაკები ვარ და ვიღაცა არ ვიცი ძალიან მაინტერესებს ხვალენდელი დღე და ის განცხადება რომელსაც და შენი აზრით ხვალენდელ განცხადებაში დაკონკრეტება გუნდის არა გუნდის წევრები არ იქნება დაკონკრეტებული მაგრამ ყოველ შემთხვევაში და პათოსით მიხვდები დაახლოებით პროგრამით მიხვდები ხედვის ძირითადი ნაწილით და ნუ ზოგადი სურათი დაიხატა სულ სწრაფი და რატომ ვარჩევთ ამას გეტყვით ხალბალკეთი იმიტომ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში იმდენ შემიძლია თქვა რომ გარდაცვლილი იყო ფაქტობრივად ქართული პოლიტიკური მოვლენები და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დაანონსებამ რაშიც ვეთანხმები ნაციონალური მოძრაობის ლიდერს პავლე კუბლაშვილს კი რომ ეს იყო დაანონსება 7 ოქტომბერს მან ჩაუგდო ფაქტობრივად სარკოზობა ნაციონალურ მოძრაობას და დაანონსა რომ 7 ოქტომბერს აკეთებს განცხადებას პარტიის შექმნასთან დაკავშირებით ძალიან ჭკვიანი განცია განგებ გაკეთდა კი ეს არის პირველი და მიზანშეგარტყმული მე მგონი კი განგებ გაკეთდა სარკოზობის ჩაშლა სერია ამის ფონზე ანუ ქართული პოლიტიკური ველის ფონზე ცოტა თუმცა კიდევ უცნაურია ძალიან დიდი როლია ფაქტია რომ იქნებიან ადამიანები ვისაც აქვს პოლიტიკური გამოცდილება შალვა არ შეიძლება მარტო რეჟისორები და თქვენ გონიათ ეხლა ამათ თუ აქვს მილიონები და ის პიარ მენეჯერი იქნება თუ ის და შალვა როგორც ეს ჩქება ოთხობა და ვარკოთ ვინ შეიძლება იყოს და ვინ როგორც მოხდა რუიანის და 6-იან შემთხვევაში საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ხო მაგრამ კიდევ ერთხელ მომობ რა თქმა უნდა არა მხოლოდ ფულის მითოლოგიზებული პერსონაა ბიძინა ივანიშვილი გადაღებაც ორჯერ არის სულ გადაღებული ჭორულიელ მონტე-კრისტოსაც ეძახიან მითოლოგიზებული პერსონაა საქართველოს მითოლოგიზებული პერსონები ქართველებს უყვართ აქვს მეცენატის ქველმოქმედის სახელი ახსოვსალასანიას რამხელა რეიტინგი და სანამ ჩამოვიდა არ ამგონია რომ მრევლი ეკლესიურად განწყობილი ადამიანი არ იყოს მისი მხარდამჭერი თუ იმას გავითვალისწინებთ უდიდესი დახმარება გაუწია არ ამგონია ისიც რომ პატრიარქია სამგლობო ღიად ტაძარი მაგრამ აშენებულია ხო რუსულ კვალზე ლაპარაკობენ მაინც ყველაზე მძლავრი არგუმენტი ხელისუფლებისა ივანიშვილის წინააღმდეგ არის ის რომ რუსული პროექტია რუსეთში აქვს მას კაპიტალი და ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი ერთადერთი არგუმენტი როდესაც უნდათ ვიღაცის გალანცვა ან იმათ რა ქვია ჯაშუშად აღიარება ან რაღაცა შეთითხნა ყოველთვის ყველაფერი უნდა იყოს რუსეთის კვალი სხვანაირად ხელმოსაჭიდი არაფერი არა მორჩა და გადაჭდა ძალიან უხაროა სერიოზული და როგორც კი დარჩა იმ წუთში არ მოეწონა ძალიან ხელისუფლების კი მაგრამ მათ მეორე რა თქმა უნდა არ მოეწონა და რობიკო საერთოდ ძალიან მაგარია რობიკო მე არ მიყვარს ეს სიტყვა ძალიან მაგარია ვეღარ ვიტან ამ სიტყვას მაგარია რობიკო არის უჭკვიანესი ადამიანი და ის აღმოჩნდა დიდი პოლიტიკური თეატრის რეჟისორი არა მარტო 30 წლის მანძილზე რაც შექმნა და ეს იყო ერთადერთი რეჟისორი რომელმაც შექმნა პოლიტიკური თეატრი საქართველოში მაგრამ მაინც საუბრობდა მაგრამ პოლიტიკური თეატრი რა თქმა უნდა დაწყებული იმიდან ყმარყმარედან დამთავრებული აი ადილობის სეზონი არაჩვეულებრივი სპექტაკლია და არაჩვეულებრივი სპექტაკლია იმიტომ რომ ჩემთვის უფრო ტრაგიკულია ვიდრე აი რომ ამბობენ რომ ეს ხელისუფლების საწირა არა რობიკომ იმიტომ გააკეთა არაჩვეულებრივი სპექტაკლი რომ მან აჩვენა ჩვენი მდგომარეობა სამწუხაროდ აი ჩვენი მენტალური მდგომარეობა დღეს როდესაც როგორ ვისწრაფით ჩვენ რაღაც გამოგონილი ქვეყნისკენ რომელსაც ესენი გვიხატავენ
ამერიკა არ არის ის ქვეყანა, რომელსაც გვიხატავენ ესენი. ის სულ სხვა ქვეყანაა, სულ სხვა მენტალიტეტით, სულ სხვა ღირებულებებით. ესენი ამიტომ არის, რომ აი ეს ტყე, სადაც ეს გოგო ცხოვრობს, ეს სიზმარი, სადაც არის, აი ეს ყველაფერი, რაც იმ სპექტაკლში ხდება, და ყველა ხო არ არის, რომ რობიკო იწყებს მთელი 5-6 წუთი შეყავხარ ხიბლში. აი, იმიტომ რომ გახსენებს შენ ბავშვობას, იმიტომ რომ მიდის კადრები ფიფქია და 7 ჯუჯა და სულ ერთი და იგივე ტექსტია და უკვე ინგლისური ხო ყველა ვიცით და ძალიან კარგად და აი იქ რომ ღერის ფიფქია რომ მოვა ჩემი პრინცი და მე აუცილებლად და აი თვითონ გმირი, რომელსაც იასო ხიტაშვილი განახორციელებს, ეს არის ჩემთვის, რაც დაწერა რობიკომ, რომ ჩამოვა ჩემი დაკონკილი, კონკია დაკონკილი და ჩემი დაკონკილი საქართველო, აი ეს არის, ეს იასო ხიტაშვილის გმირი არის დაკონკილი საქართველო. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მე ყოველთვის ძალიან ვაფასებ გზა რო გაკეთდება ეს ის, მაგრამ მე ეს მიმაჩნია მოვალეობად. და მე არ უნდა უხადო ყოველდღე ამისთვის მადლობა ჩემ ხელისუფლებას. არა, იმიტომ რომ ეს მათი მოვალეობაა. საინტერესოა პოლიტიკური დაშლილი 6-იანი და რომელი აღმოჩნდება ბიძინა ივანიშვილის კართან მაინც. ეს საქმეა ბევრი ძალიან, არა მარტო ამ პოლიტიკოსებიდან, ნაციონალებიდან ერთმანეთს გადაასწრებენ. აპოკალიფტური სურათი. დაველო. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები არ გადაერთოთ დარჩით მაესტროზე მე და შალვა ხვალამდე ფარკოზობა გილოცავ წინასწარ და ჩვენ ივანიშვილობაცა, ჭოვილობაცა. ხო, ნუ მოკლედ დღესასწაულების კასკადია, ჩვენ მაინც მუშაობთ, იმიტომ რომ ჩვენ თქვენთვის მუშაობთ. ვიფასტელი მაყურებელო 7 საათზე, ხვალ საღამო 7 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.